ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურებიან ევროპარლამენტში. მათ შორის არის პესტრას აუსტრევიჩუსი, რომელიც პლატფორმა X-ზე აქვეყნებს პოსტს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში. კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა ქართული ოცნების რეჟიმის ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს წერს ევროპარლამენტარი თავის პლატფორმა X-ზე, ასევე კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩინე, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს რომ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ასევე ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი, რომელიც აზიარებს ზურაბ ჯაფარიძის ფოტოს სასამართლოდან. საქართველო ახალი ბელარუსი ხდება? ჩვენ რა გავაკეთოთ, წერს ის თავის გვერდზე. ასევე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აქვეყნებს თავის შეფასებას. ის წერს: დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის კოალიციას ცვლილებებისთვის ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკანონო დაკავებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერების სიტყვებს გაცდნენ, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს მათი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს, წერს მარკო მიხელსონი თავის გვერდზე. ერთობლივი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატიათა ალიანსმა, მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებამ, რომელიც მკაცრად გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და ასევე სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს. დახურულ კარს მიღმა, ფიქციური სასამართლოს კარს მიღმა, მისი დაპატიმრება არის უახლესი ნიშანი იმისა, რომ ქართული ოცნების მთავრობა საზოგადოების ზეწოლის ეშინია და დემოკრატიას ძირს უთხრის. დღეს ჩვენ დგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც 176 დღეა აპროტესტებენ და იცავენ მათ ევროპულ მომავალს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამ ბრძოლაში მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებული არის სოციალურ ქსელში, ასევე გამოხმაურება არის ამერიკიდან. კონგრესმენი, რესპუბლიკელი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს: ქართული ოცნების ანტიამერიკულმა რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. ეს არის მასობრივი ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბიჯია. ასე აფასებს მოვლენებს ჯო უილსონი და ჯეიმს მაკლირი, ბრიტანელი პარლამენტარი. საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული. ქართული ოცნების მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოხვეს, წერს მაკლირი.